წარმატებული დირექტორიც იქნები და ვიტყვი განსაკუთრებით სამომავლო მდგრადი განვითარების მიმართულებას სოციალური მუშაკები მუშაობის შესახებ ინფორმაციის გაზრდას ბავშვები ახალგაზრდები ხალის რეგიონალური ცენტრის მინდა მივულოცო თითოეულ სოციალურ მუშაკს, სოციალური მუშაობის მსოფლიო დღე და ამ დღესთან დაკავშირებით წარმოებული საკმაოდ მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის წარმატებით დასრულება. ზრუნვის სააგენტომ განახორციელა საინფორმაციო კამპანია თბილისსა და რეგიონებში, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სოციალური მუშაობის შესახებ. შეხვედრები ჩატარდა სკოლებში მასწავლებლებთან, მშობლებთან, მოსწავლეებთან, ექიმებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან და სხვა კატეგორიებთან. დღეისთვის ზრუნვის სააგენტო არის ყველაზე უფრო მასშტაბური ორგანიზაცია სოციალური მუშაკების დასაქმების რიცხოვნობის თვალსაზრისით. დღეს ჩვენ გვყავს დაახლოებით 300-მდე სოციალური მუშაკი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც დახმარებას უწევენ რამდენიმე კატეგორიის მოსახლეობას, ოჯახში ძალადობის მსხვერპ ბავშვებს, ზოგადად ძალადობის მსხვერპლებს, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს, ასევე ხანდაზმულებს და შეზღუდული შეძლულობის მქონე პირებს. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ შეაჯამა სოციალური მუშაობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი კამპანია, რომელიც ჩატარდა ქვეყნის მასშტაბით. შედგა დაახლოებით 30-მდე შეხვედრა, ასევე კიდევ ერთხელ მიულოცა პროფესიული დღე სოციალურ მუშაკებს, ზრუნვის სააგენტოს სისტემაში დასაქმებულ ადამიანებს წარმატებული საქმიანობისთვის მათ გამოეცხადათ მადლობა და გადაეცათ შესაბამისი სიგელები. მინდა რომ ყველა ჩემს კოლეგას მიულოცო პირველ რიგში სოციალურ მუშაკთა დღე. ძალიან მნიშვნელოვანი პროფესია არის, ძალიან დიდ საქმეს ემსახურება ქვეყანაში მომავალი თაობის გაძლიერებას და ჯანსაღი თაობის შექმნას ქვეყანაში და ძალიან მიხარია, რომ დღევანდელ დღეს მოხდა სოციალური მუშაკების წახალისება, მათი დაჯილდოება და მათი ამ საქმის დაფასება. ეს ძალიან დიდ мотивაციას გვაძლევს.